ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს ისრაელში მართავს. საგარეო საქმეთა მინისტრი ებრაულ მხარესთან ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხს განიხილავს. გრიგოლ ვაშაძემ უკვე გამართა შეხვედრები ისრაელის მაღალი რანგის საერო და სასულიერო პირებთან. ზარი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სამრეკლოზე რეკავს, მრევლს ბერძნულ ენაზე ლოცვის დაწყებას ამცნობს. ტაძარში უკვე საუკუნეებია ქართული ლოცვა და გალობა აღარ ისმის. ძეგლზე მხოლოდ ისტორიული ფრესკებია შემორჩენილი. ასწლეულების წინ წართმეული სიმდიდრის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. რეალურად ორივე სახელმწიფო, რომელიც ამაში მონაწილეობს, ეს არის ერთის მხრივ ისრაელი და მეორე საბერძნეთი, სწორედ კულტურულ ძეგლებთან მიმართებაში მათაც ისტორიული გამოცდილება აქვთ და თვითონაც ესმით საკითხის სენსიტივობა და იციან თუ რა ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენ და ესმით ძალიან კარგად თუ რატომ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წარმატებული სხვა იქნება. ქართული დელეგაცია დღეს ისრაელში ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე კიდევ ერთხელ გაემგზავრა. გრიგოლ ვაშაძე 2 დღის განმავლობაში ისრაელის მაღალი რანგის საერო და სასულიერო პირებთან ამ თემაზე შეხვედრებს გამართავს. საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა, ახლა ეს სამუშაო პროცესი უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის. პრეზიდენტის თაოსნობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც შედის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი საელჩო, ასევე სპეციალისტები, ისტორიკოსები, სამღვდელო პირები. იქნება შრომატევადი პროცესი გველის წინ და ამ ეტაპზე ეს არის ის ინფორმაცია, რის მოწოდებაც შემიძლია. მოლაპარაკებები იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა ებრაული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რამდენიმე წამყვანი ინტერნეტ პორტალი საქართველოში შექმნილი საგანგებო კომისიის შესახებ სხვა სახის პუბლიკაციებს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი ისრაელში 2006 წელს შედგა. მაშინ საქართველოს პირველი პირი ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისთვის დაბრუნებასთან ერთად იქდაცული ქართული სიწმინდეების გადარჩენას შეეცადა. შეხვედრისას პრეზიდენტმა მოლაპარაკებები მთავრობასა და სასულიერო პირებთან გამართა. ქართული მხარე ტაძარში ქართველი ბერების დაშვებას ითხოვდა. მოგვიანებით ამ თემაზე იერუსალიმის პატრიარქმა კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ქართულ ბერებზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა დაუშვანათ ქართული ბერები, უნდა დაუშვან იმისათვის, რომ აღარ ვინოთ წირვალოცვა და რა თქმა უნდა სრული უფლება გვაქვს ამისი. მოუწოდებთ წმინდა მიწაზე ჩამოვიდნენ და საქართველოში სულიერად გაძლიერებულები დაბრუნდებიან. ამით ქართველების მისია გაგრძელდება. მე-11 საუკუნის ქართული ძეგლის დაბრუნების პროცესში პოლიტიკოსებთან ერთად სპეციალისტებიც არიან ჩართულები. როდესაც არაბთა ბატონობა იყო, ეს ყველაფერი ერთი მეორის მიყოლებით დაიკარგა და დღეს ფაქტიურად ჩვენი საკუთრება აღარ აქვს. სწორედ ამ ისტორიული მისიის პირველი ნაბიჯია ჯვრის მონასტერის დაბრუნებაზე მუშაობა და ამაზე, როგორც იცით, არ დაიზოგება არც ენერგია, არც დრო და არც ყველა სხვა რესურსი. ჯვრის მონასტერს იკვლევდნენ ჩვენი დიადი მეცნიერები, ის ყოფილა ძალიან ისეთი თვალსაჩინო სამეცნიერო კვლევების ობიექტი, როგორც არქიტექტურის, ისტორიის, სამწერლობო და რელიგიური ცენტრის, არქიტექტურის, ზოგადად მისი მნიშვნელობის და ეს, ასე ვთქვათ, რესურსი ჩვენ ძალიან კარგად გამოგვადგება იმისათვის, რომ უკვე სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიყვანოთ დაგროვილი ძალიან მასშტაბური ცოდნა და ღირსება და წონა ჯვრის მონასტრისა. საგანგებო საბჭოს შექმნის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 2 დღის წინ გახდა. მიხეილ სააკაშვილმა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე გორში კადეტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მადლობელი ვართ ისრაელის მთავრობის თანამშრომლობისთვის, მათ შორის ჯვრის მონასტერში დაცული ქართული სიწმინდეების გადარჩენის საკითხში. პირველივე ვიზიტიდან ისრაელში ეს საკითხი მე დავაყენე. ახლა უნდა დადგეს საკითხი იმისა, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართული ლოცვა და ისევ ის იყოს საქართველოს ეკლესიის, საქართველოს კულტურის შემადგენელი ნაწილი. დაბრუნდება თუ არა ისტორიული რეალობა და შეძლებენ თუ არა ქართული ბერები წმინდა მიწაზე ქართულად ლოცვას უმოკლეს ვადებში გაერკვევა. მანამდე ისრაელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.